ბარიატრიასაც რო ვახსენოთ თვითონ და მის მნიშვნელობასაც ისე არ გამომივიდეს, რომ გადავუსვე ხაზი. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია თავის ადგილი აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა უმჯობესია თუ აქამდე არ მევიყვანთ საქმეს და მაქსიმალურად ჩვენს ძალისხმევას მანამდე მოვმართავთ საჭირო მიმართულებით, იქნება ეს ფიზიკური აქტივობა, იქნება ეს ჩანსაღიყვება, მედიტაცია, იოგა თუ სხვადასხვა, ნებისმიერი გზით ჯობს რომ ეს ავირიდოთ ყოველ შემთხვევაში თავიდან. აქამდე არ მივიდეთ, მაგრამ თუ მაინც მივედით, აქაც არ არის პრობლემა, მოტივაცია და განწყობა გქონდეს იმ კუთხით მომართული, რომ ჩვენი ძალისხმევა საჭირო იქნება, მაგრამ ამაში პროცესულად თვითონ ის ცვლილებები, რომლებიც ოპერაციის შემდეგ მოხდება ორგანიზმში, დაგვეხმარება და ჩვენი მტერი კი არ არის ეს ყველაფერი პირიქით ჩვენ მხარეს გადმოვიყვანოთ, ასე ვთქვათ, ზუსტად გამოვიყენოთ. გამოვიყენოთ ის ადრეული ფაზა, როცა მადა შედარებით დაქვეითებული გვაქვს და ამ დროს დავნერგოთ ის ჩვევები, რომლებიც მომავალში გამოგვადგება. გავითვალისწინოთ ის თუ რა ეტაპებად უნდა დავყოთ ჩვენი კვება, როგორ უნდა შევცვალოთ ეტაპობრივად ტექსტურა, როგორ უნდა გავზარდოთ კალორაჟი და ამას მივაქციოთ ხოლმე ყურადღება თავიდანვე, რომ თუნდაც იგივე ზედმეტი კუნთი არ გამოგვეცალოს ხელიდან, ჩავრთოთ საკმარისი ოდენობით ცილა, რომ აღდგენითი პროცესებიც კარგად წავიდეს და ისევ მეტაბოლიზმი თავის ადგილზე დავაბრუნოთ და შევინარჩუნოთ. ჰიდრატაციას მივაქციოთ ყურადღება, წყალი შევიყვაროთ, ფიზიკური აქტივობა თავის დროზე შემოვიტანოთ, მაშინ როცა უკვე ამის, ასე ვთქვათ, ენერგია გვექნება. უბრალოდ გავიღიმოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ, დავიწყოთ თავიდან და გავაგრძელოთ პოზიტიურად.